აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან გალობლიშვილმა ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა. საახალწლო მილოცვაში ლევან გალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სახალხო დიალოგის როლის გაძლიერებაზე ისაუბრა. გილოცავთ ახალ 2025 წელს, გისურვებთ მშვიდობიან, ძლიერ და ერთიან საქართველოში ცხოვრებას. Დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად შევძლებთ ჩვენი უმთავრესი მიზნის მიღწევას. აფხაზეთიდან ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნებას. აღნიშნულ პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჯერა რომ ჩვენი ახალგაზრდების მეტი ჩართულობით და სახალხო დიპლომატიის წყალობით მალე შევამცირებთ სიშორეს მასთან, რაც ჩვენთვის ასეც ძვირფასია. 2025 წელს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის მთავარ პრიორიტეტს განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკის სფეროების განვითარება, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავება, სამშვიდობო ჰუმანიტარული ინიციატივების განხორციელება, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და სახალხო დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს.